შვიდობა აპოსტზე. თევზაობა 2025 წელს. გეპატიჟებით ის სტენდზე ექსკურსიაზე. როგორც ყოველ წელს, ჩვენთან ნახავთ სანდოქირებს, რომლებშიც ჭიახელას მსგავსი სათღვარები ინახება. ისინი საოცრად ეფექტურია კალმახის ქორჭილას და ასევე კლენის დასაჭერად. ამ წელსაც გამოვდივართ სიახლეებით და ასევე. ჩვენთან ასევე ნახავთ სერიის სათღვარებს. სახელი შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, რადგან ეს სათღვარები საოცრად ეფექტურია დიდი ქორჭილასთვის, მაგრამ ასევე შესანიშნავია მსუბუქად სანდაჭის დასაჭერადაც. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სათღვარები ასეთ პაკეტებშია წარმოდგენილი. ჩვენთან ნახავთ არა მხოლოდ კიდებს, არამედ სწორედ ასეთ შეფუთვებსაც, როგორც ჩვენ სტენდზე, ასევე კარგ თევზაობის მაღაზიებში. მხოლოდ ჭიაყელებს არ ნიშნავს. ახლა ჩვენ ასევე გამოვდივართ სერიის სათღვარებით. წელს ძალიან ფართო წყლებში გავდივართ, რათა დავიჭიროთ ყველაზე დიდი მტაცებლები, როგორიცაა ზანდერი და დიდი ქარიხლაპია. ამიტომ ჩვენთან ასევე ნახავთ 8 და 7 ინჩის სათღვარებს. აქ გვაქვს 7 ინჩიანი. ახლავაში ნახავთ უკვე 4 სერიას და ეს სათღვარები შექმნილია იმისთვის, რომ თევზაობა შეძლოთ პოლონეთის ყველაზე დიდ მდინარეებში ვერტიკალური მეთოდით ან ჩვეულებრივი ნასროლით. შეგვიძლია დავიჭიროთ ქარიხლაპიები და ქაფშიები. ეს სათღვარები არა მხოლოდ ძალიან დეტალურადაა დამუშავებული და ხელით შეღებილი, არამედ საოცრად მუშაობს, რაც სხვათა შორის შეგიძლიათ ჩვენს აკვარიუმში ნახოთ. პოლონეთის ყველაზე დიდი ტბები, ასევე დიდი წყალსაცავები. ახლა უკვე შეგიძლიათ ეფექტურად დაიჭიროთ თევზი ის სათღვარების წყალობით. ასეთი მოდელები, როგორიცაა, საშუალებას მოგცემთ ეფექტურად ითევზაოთ ვერტიკალურად. ჩვენ ახლა ვდგავართ სტენდთან, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორი ახალი სათღვარა ამ სეზონისთვის. ეს არის პირველი მათგანი სათღვარა, რომელიც სპეციალურად ვერტიკალური თევზაობისთვის ისთვის შეიქმნა. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამიკვირდება, თუ მაისში ბევრ ფოტოს მივიღებთ ქარიხლაპიების შესახებ, რომლებიც ჩვეულებრივი ნასროლით სწორედ ამ სათღვარაზე დაიჭირეს. ყველაზე წვრილმანი დეტალები, მაგალითად ეს თათები, მაგრამ განსაკუთრებით ეს კუდი, განაპირობებს იმას, რომ ეს სათღვარა მუშაობს ყველაზე მსუბუქ დატვირთვაზე და ყველაზე ნაზ მოძრაობაზეც კი ჩვენი ანკესის წვერის მხრიდან. აქ ბაკაპი უკვე შეიარაღებული ჰყავს. როგორც უკვე ვახსენე, ეს სათღვარა სერიის ნაწილია, რადგან ის სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ნაზად ავძრათ ანკესის წვერით. ამ დროს ეს კუდი წარმოქმნის ძალიან საინტერესო ტალღებს, რომლებიც ყველაზე უმოქმედო მტაცებლებსაც კი იზიდავს თავდასხმისკენ. დამატებით, თათების ელემენტებიც კარგად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ამ რეზინს ოდნავ დააჩქარებთ, როცა ნასროლზე თევზაობთ. ამიტომ ნამდვილად ელოდეთ იმას, რომ მაისში ამ სათღვარით წავალ ქარიხლაპიებზე და მართლა კარგ ეგზემპლარებს დავიჭერ. პირს ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ აქ საკმაოდ ფართო ფერების არჩევანია, რადგან შეგვიძლია ბუნებასთან ავიღოთ იდენტიფიკაცია. ძალიან შვიდი ფერებია, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვიპოვოთ რაღაც უფრო თვალშისაცემი, რათა მოვარგოთ მტაცებლებს იმის მიხედვით, თუ როგორი კვებებიან ამჟამად. მეორე სათღვარა, რომელზეც ღირს საუბარი, არის სერიის სათღვარა. სუსტად ისე როგორც თან, აქაც იგივე სიტუაცია. ეს სათღვარა ჩემთვის კარგად მუშაობდა ტესტირებისას, ჩვეულებრივი ნასროლით თევზაობისას, ნავის გამოყენების გარეშე. აქაც გვაქვს ფართო ფერების არჩევანი. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებების საუკეთესოა, ანუ იმ თევზებთან გაიგივება, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ჩვენს წყლებში. ასეთი ბუნებრივი ფერი, ამ გზით თითქოს ერწყმის იმ თევზების ფონს, რომლებიც მოცემულ თევზსაშენშია. მიუხედავად ამისა, ეს სათღვარა გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული მუშაობით. ხანდახან თევზებს, როგორც თევზებს ჩვევიათ, სჭირდებათ განსაკუთრებული სტიმული და ეს სტიმული შეიძლება იყოს ფერი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მანძილიდან ჩანს. ცოტა ხნის წინ, სხვათა შორის, ჩვენთან იყო სპანი. მან გვაჩვენა ლამაზიების ფოტოები, რომლებიც სწორედ ამ ფერზე დაიჭირა. ყვა რომ ეს იყო შჩეცინის მიდამოებში. ვისაც ეს ფერი ხურჩი არ აქვს, მისი დანაკარგია. პოზნანში ასევე შეგიძლიათ პირველად ნახოთ პირდაპირ ეთერშიები. ეს არის სპეციალური პაკეტები, რომლებშიც ჩვენი სხვადასხვა სათღვარები დაგხვდებათ. გვაქვს 5 ვერსია და ასეთიების საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ ცოტა ფული დაზოგოთ. ასეთი პაკეტის შეძენით შეგიძლიათ ვიღაცას აჩუქოთ. ან თავად დაიწყოთ თავგადასავალი ის ბრენდთან, რათა ეფექტურად ითევზავთ როგორც პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნების წყლებში მტაცებელი თევზების საძიებლად.
ასეთი შეფუთვის უკანა მხარეს ნახავთ სათუარების ზუსტ აღწერას. მთელი ფერების გამა, მაგრამ შიგნით სათუარების გარდა თქვენთვის ჩვენი სუვენირებიც გელოდებათ. პასუხობს მეთევზეების მოლოდინებს და ახლა ჩვენ აღარ გვაქვს მხოლოდ ჭიაყელას მსგავსი სათუარები, არამედ შესანიშნავად იმიტირებული, მაგალითად დიპსიტის თემატიკაც. მოდით ვნახოთ ის ორინჩიანი ვერსია ძალიან ლამაზი ისფერელ ფერებში. ეს სათუარები წარმოდგენილია 2 და 3 ინჩიან ზომებში, მაგრამ წელს ასევე ხელმისაწვდომი იქნება 8 ინჩიანი ვერსიებიც, რომლებიც უკვე შეგეძლოთ გენახათ. დამატებით აქ ნახავთ პატარა, მაგრამ საოცრად ეფექტურ პისტერებსაც, რომლებიც მდინარის კალმახზეც მშვენივრად მუშაობს. სერიის ყველაზე პატარა, 1.75 ინჩიანი. ეს სათუარა განსაკუთრებით კარგად მუშაობს გაზაფხულის პერიოდში, როცა ჩვენს მდინარეში მტაცებლებისა და ქაშაპის გარდა თითქმის ყველაფერი, რაც მოძრაობს, პატარა ლიფსიტები ან ჭიაყელები არიან. ასეთი ტვისტერით შეგვიძლია დავიჭიროთ ნებისმიერი თევზი, რომელიც ჩვენს ადგილას იკვებება.